დღეს სტუმრად მოსვლავთ ხოვეთ სწორედ ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორს ბატონ ირაკლი გიორგობიანს. ბატონო ირაკლი, მოგესალმებით. მადლობას გიხდით ბიზნეს ინსაიდერში მობრძანებისათვის. გთხოვთ გაბრძანდეთ. პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ უსარგებლო შემთხვევით და ერთ-ერთს მადლობა გადაგიხადოთ ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობისათვის და მხარდაჭერისთვის. თქვენი შეფასება გუშინდელი ფორუმის პირველ რიგში როგორ შეაფასებდით გარემოს და დისკუსიას? მადლობა მოწვევისთვის. ნამდვილად სასიხარულოა, რომ 29-ე საიუბილეო ფორუმი და თემა არჩეული იქნა ინფრასტრუქტურული და სამშენებლო სექტორი. რომელსაც თავის პანელის წევრებიდან და დამსწრე საზოგადოებიდან გამომდინარე ნამდვილად საინტერესო იყო და საკმაოდ დიდხანს გასტანა თემის სექტორის მნიშვნელობიდან გამომდინარე. მანდაც სარეკორდო ნაწილი იყო იმდენად დიდხანს გაგრძელდა. ნამდვილად და დამსწრე საზოგადოებაც მე საკმაოდ აქტიური იყო თავის კითხვა-პასუხში. და ცალსახად პოზიტიურად ვაფასებთ ჩვენ მოგიხსენებათ რომ ჩვენ ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სექტორული ასოციაცია არის და ჩვენთვის ორმაგად სასიხარულო და მნიშვნელოვანია როდესაც ამ სექტორს მოგიხსენებათ რომ BOP პერიოდში მთავრობის მიერ განსაკუთრებული ყურადღება და აქტიური დისკუსიები გვაქვს ამ თუ იმ საკითხებთან დაკავშირებით. კი ბატონო, მე სხვა შორის ფორუმზეც აღვნიშნე მადლობა პირველ რიგში შეფასებისთვის, რომ თქვენი პოზიცია თანამშრომლობის წრეში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთან ურთიერთობის ნაწილში. მეორე რიგში ჩვენ ვისმენთ სახელმწიფოს გეგმებს. მოვისმინეთ მინისტრისგან ფორუმზეც, თუმცა მანამდეც არაერთხელ მინისტრის მხრიდან საჯაროდ თქვენ სხვა შეხვედრებზე მოგვისმენთ. როგორ აფასებთ თუნდაც გუშინდელ ფორუმზე მოსმენილ იმ გეგმებს, რომელიც ბატონმა მინისტრმა წარმოადგინა, ანუ ჯამში ინფრასტრუქტურულ პროექტებს? ინფრასტრუქტურის სამინისტროს საკმაოდ ამბიციური გეგმა აქვს, როგორც მინისტრმა აღნიშნა, დაახლოებით 3,5 მილიარდ ლარამდე არის მიმდინარე წლის ბიუჯეტი. ბიუჯეტის რეალიზება კრიტიკულად მნიშვნელოვანია სექტორისთვის და მნიშვნელოვანი ამბიციური პროექტები არის დაგეგმილი, როგორც სამოქალაქო მიმართულებით, ასევე საგზაო და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით. და ცალსახად მნიშვნელოვანია, რომ ეს გეგმების რეალიზება კოორდინირებაში იყოს კერძო სექტორთან და განსაკუთრებით ადგილობრივ კომპანიებთან. რამე თუ დროულად ხდებოდეს იმ რესურსების მობილიზება, რაც არის საჭირო იმისთვის, რომ იმ ამოცანების მისაღწევად, რომელიც ინფრასტრუქტურის სამინისტროს აქვს, როგორც ერთ-ერთი მსხვილ კაპიტალური ინვესტიციების განმახორციელებელ სამინისტროს. მოგიხსენებათ, რომ დღეს სამინისტროსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი გახდა ხარისხის კომპონენტი და ამ ხარისხის ამ მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანი იყო, რომ ბევრი რეფორმა განხორციელებულიყო, ამბიციური მათ შორის ფასწარმოქმნის ნაწილში, რამე თუ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ფასი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ის ხარისხი. მოგიხსენებათ, რომ ბოლო პერიოდში სექტორში ხარისხი ნაკლებად იყო პრიორიტეტი და იყო უფრო ფასით და ჰქონდა განცდა, რომ იაფად ხარისხიანს ვიყიდით, მაგრამ ცალსახად მივესალმებით იმას, რომ სახელმწიფომ მნიშვნელოვანი აქცენტი გადაიტანა ხარისხზე და ეს თავის მხრივ უზრუნველყოფს და ვფიქრობ, რომ ხელისშემწყობი ფაქტორი იქნება იმისთვის, რომ თუნდაც თანამედროვე ტექნოლოგიები და საინჟინრო ნოვაციები მაქსიმალურად იმპლემენტირდეს, ეს თქვათ, დასახული მიზნების მიღწევის დროს. კი ბატონო, თქვენ ხარისხი ახსენეთ, მართლაც მინისტრმა რამოდენიმეჯერ ახსენა მის გამოსვლაშიც ხარისხის ნაწილი. ბიზნესის კუთხით რომ შევხედოთ და თქვენი ასოციაციის წევრებიც იყვნენ ფორუმზე წარმოდგენილები და ძალიან მიხარია, რომ აი ასეთი თემატური ასოციაცია განსაკუთრებულად ძლიერდება და თავის სიტყვას ამბობს სექტორში. ბიზნესი რას ხედავს ძირითად გამოწვევებს, რომელიც სექტორშია, ასე ვთქვათ, ამ საჭიროებებისთან მიხედვით? ბიზნესში სამწუხაროდ, მოდით ეს შევხედოთ, მე ყოველთვის ვაფასებ, მოგიხსენებათ, რომ ინფრასტრუქტურის სექტორი ყოველთვის მნიშვნელოვანი ხარჯვითი ნაწილი იყო ქვეყნის ბიუჯეტისთვის ბოლო 30 წლის განმავლობაში. თუმცა ფაქტია, შედეგია, რომ მსხვილ საერთაშორისო ტენდერებში დამოუკიდებლად ვერ უზრუნველყოფენ ქართული კომპანიები
ტენდერში მონაწილეობას. რაშიც ძალსახად ვემთხვევით ჩვენს და ინფრასტრუქტურის მინისტრი, რომელიც კარგი ინდიკატორია სექტორის მდგომარეობის. ამის გარდა სექტორის განვითარებას მნიშვნელოვნად ხელს უშლიდა მათ შორის კაპიტალის ფორმირებას ის, რომ სექტორში არ იყო ადეკვატურად გადანაწილებული რისკები დამკვეთსა და მიმწოდებელ შორის და მოგიხსენებათ ჩვენ საკმაოდ რთულ არაპროგნოზირებად საბაზრო გარემოში გვიწევს ცხოვრება და რთულია იმის პროგნოზირება, ხვალ პირობითად ნავთობის ფასი რა იქნება, ან რომელიმე მეტალის ფასი და ამ პირობებში ფაქტიურად აქამდე მთელი ეს ამ რისკს ატარებდა მიმწოდებელი და მოგეხსენებათ COVID-ი, არაერთი ომი თუ გარეშე შოკები მოგვთარა ბოლო 5-6 წლის განმავლობაში და ფაქტიურად ეს შოკები სულ მიმწოდებლების კაპიტალის ხარჯზე ხდებოდა, რამაც მოგვცა ის მოცემულობა, რომ დღეს სექტორი არის ნაკლებად კაპიტალიზირებული, რაც თავის მხრივ საფინანსო სექტორისთვის მნიშვნელოვნად გაზრდილი აქვს რისკები და ჩვენი კოორდინაციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი წარმოადგენს ის, რომ სექტორში მონაწილე ყველა მხარისთვის, მათ შორის საფინანსო ინსტიტუტებისთვის და დამკვეთვისთვის და მიმწოდებლისთვის მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ მოვახდინოთ რისკების მინიმიზირება და ხელი შეუწყოთ ლიკვიდურობის გაჩენას, რომელიც თავის მხრივ მერე ტრანსფორმირდება პროექტების შესრულებაში და ხარისხობრივი ინფრასტრუქტურის რეალიზებაში. კი ბატონო, მართლაც საინტერესო გამოწვევებია, შეიძლება ასე ითქვას, მაგრამ ჩემი აზრით დაძლევადი, ბუნებრივია, კიდევ ერთხელ ამ დიალოგის და სახელმწიფოს ჩართულობის გზით, ბატონო მინისტრი არაერთხელ აღნიშნავს ქართული კომპანიების გაძლიერების ნაწილს, მათ შორის ამ სექტორში გამოწვევებსაც ვხედავთ. თუმცა რამდენად შესწევთ უნარი ქართულ კომპანიებს, მათ შორის საერთაშორისო დონეზე იყვნენ კიდევ უფრო მეტად აქტიურები, გაუწიონ კონკურენცია საერთაშორისო კომპანიებს, ხოლო კომპანიებს, რომლებიც შემოდიან ქვეყანაში. ეგ მნიშვნელოვანი გამოწვევა რჩება და თქვენ სწორედ აღნიშნეთ, ეს დიალოგი არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ამ დიალოგის დროს სწორედ ხდება იდენტიფიცირება პრობლემის და მე ამ პრობლემის გადაჭრის გზებზე ფაქტიურად თელი დისკუსია მიდის, როგორ შეიძლება ჩვენ არ გვაქვს ასეთ სხვადასხვაობა პრობლემის დანახვაში ხო, როგორ მოვაგვარებთ ამ პრობლემას, სწორედ მანდ იქნება ის ეფექტურობა ამ დიალოგის დროს. რაც შეეხება მოგეხსენებათ, რომ განსაკუთრებით მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები გვაქვს საგზაო ინფრასტრუქტურის კუთხით, სადაც დომინირებენ ჩინური სახელმწიფო კომპანიები, მათთან კონკურენცია არ აქვს თუ ქართულ კომპანიებს, არამედ აქტიურად მსხვილ ევროპულ საერთაშორისო მოთამაშეებს უჭირთ. რადგან აბსოლუტურად სხვა ორჯერ სამჯერ ნაკლებად აფასებენ საკუთარ კაპიტალს ჩინური კომპანიები, ვიდრე დასავლური კომპანიები, მოგეხსენებათ, რომ ახლა მსხვილი ინფრასტრუქტურის მშენებელი კომპანიები ბევრი საჯაროდ ივაჭრება, ყველა ინვესტორი უყურებს კაპიტალზე უგუგებას და პირობითად 5-6%-იანი უგუგების პირობებში მათი ღირებულება ალბათ 0-თან ახლოს იქნება. როდესაც ჩინური კომპანიები აბსოლუტურად სხვა კაპიტალის უგუგებაზე მუშაობენ. ეს ჩინეთის ესე ვთქვათ სახელმწიფო ექსპანსია, თუმცა სწორედ ჩვენ პატარა მცირე ეკონომიკის პირობებში ერთის მხრივ გვაქვს მოლოდინი, რომ თითქოს ფისკალურ ეფექტს ვღებულობ, როდესაც დემპინგური ფასით ჩინური კომპანიას გვიშენებს ინფრასტრუქტურას, და მეორე მხრივ არ ვადარებთ ეკონომიკური ღირებულების იმ პოტენციურ ეკონომიკური ღირებულების შექმნის კუთხით თუ მას განახორციელებთ ქართულ კომპანიას. დღესაც აღნიშნა სოციალურ მინისტრ ბატონმა რეზიმ, რომ სახელმწიფო ამუშავებს გარკვეულ ინიციატივას, რაც შორის ჩვენს აქტიურად თანამშრომლობთ, რომ იგივე ჩვენ სამეზობლოში და საერთაშორისო პრაქტიკაში ლოკალური კომპანიების ხელშეწყობის მექანიზმები არსებობს, რომელიც ფაქტიურად ცალსახადს თუნდაც ფასის უპირატესობას აძლევს ლოკალურ კომპანიას, რამე თუ ლოკალური კომპანია როდესაც პროექტს ახორციელებს, მისი ეკონომიკური ღირებულება ქვეყნისთვის გაცილებით მაღალია, ვიდრე უშუალოდ საერთაშორისო ამ შემთხვევაში ჩინური სახელმწიფო კომპანიები. ეს ცალსახად პოზიტიური სიგნალი არის სექტორის და სექტორს დღესაც აღნიშნე
ბატონ მინისტრმა რომ შეიძლება უკმაყოფილება იყოს იქიდან გამომდინარე რომ იმხელა მოლოდინი შეიქმნა და მოლოდინი შეიქმნა სექტორში რომ სექტორსაც მეტი უნდა და მე ვფიქრობ რომ ეს პოზიტიური ინიციატივებს სახელმწიფო უზრუნველყოფს ხელს შეუწყობს ადგილობრივ კომპანიებს უფრო კონკურენტუნარიანები გახდნენ. კი ბატონო, მართლაც ხო, მეტი და მეტი უნდა, ნორმალურიც არის ეს ბუნებრივია, როდესაც ხო რაღაცა იდეალურისკენ სვა ალბათ აუცილებელიც არის და რა თქმა უნდა, ეს მეტი და მეტის მოლოდინი ლოგიკური ეს შემდგომ ეს განვითარებას უზრუნველყოფს და რა თქმა უნდა, ჯამში მოხმარებლისთვის არის საუკეთესო ვერსია. ხა ჩვენ საუბრობდით ჩინურ კომპანიებზე, თუ პირობითად სხვა კონკურენტებზე, ქართულ კომპანიებთან. ყოველთვის ისმის ხოლმე კითხვა აი გარდა ფინანსური ნაწილისა, არიან თუ არა მზად მაგალითად ქართული კომპანიები რომ შეასრულონ ესეთი ინფრასტრუქტურული პროექტები, ესეთ ცირთულის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც განხორციელებასაც სახელმწიფო ითხოვს, თქვა ამ შემთხვევაში და აქ მათ შორის გუშინდელ ფორუმზეც არაერთხელ ითქვა კვალიფიციური კადრების საკითხი, ხო, აი, სად ვართ ამ კუთხით, მათ შორის კადრების კუთხით, აი, რამდენად დიდია ინტერესი, სხვა შორის კარგი იყო რომ აკადემიური სექტორის წარმომადგენლები ჩაერთნენ შემდეგ დისკუსიაში ტექნიკური უნივერსიტეტთან. აი, კადრები და განათლება ზოგადად მოიხსენებათ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა რჩება და ნუ განსაკუთრებით ამ სექტორში, ეს სექტორი, რომელიც რეალურ ეკონომიკაში მეორე მსხვილი ყველაზე დიდი დამსაქმებელი არის რიტეილ სექტორის მიერ. და შესაბამისად სულ მუდმივად, როდესაც სექტორი მნიშვნელოვნად სწრაფად იზრდება და ეს ტრანსფორმირდება და აისახება სწორედ იმ ციფრებში, როდესაც საშუალო ხელფასი ამ სექტორში გაასწრო საფინანსო სექტორს და ფაქტობრივად მეორე ადგილზე არის IT სექტორის მიერ. ეს ალსახად მიანიშნებს იმის რომ მოთხოვნა ძალიან მაღალი არის, მიწოდების ნაწილში პრობლემა გვაქვს, ასევე კვალიფიკაციური კადრების პრობლემა გვაქვს და მე ძალიან მიხარია რომ სახელმწიფო ამ ბოლო დროს დაინიცირა რომ მნიშვნელოვანი და განსაკუთრებით ყურადღებას მიაქცევენ სწორედ პროფესიულ განათლებას და ვიწრო სპეციალიზაციების დაფინანსებას, მათ შორის ჩაატარეს კვლევა და იდენტიფიცირებული იყო რომ მშენებლობის სექტორი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნა და დეფიციტურ დარგს და აქ ვფიქრობ, რომ აქაც საჯარო და კერძო დიალოგის პირობებში შესაძლებელია მნიშვნელოვანი კაპიტალის და მობილიზება წერტილოვნად, რამე თუ სწორედ მონეტიზირდეს ეს თქვათ ეს ინვესტირებული კაპიტალი ამ კვალიფიკაციური კადრების ამაღლების კუთხით. თუმცა მეორე მხრივაც ის თქვათ ესეთი პროფესიული სასწავლებლის კუთხით კერძო კაპიტალითაც განხორციელებულია რამოდენიმე პროექტი ჩვენ მათთანაც და იგივე ასოციაციის ბაზაზე გვაქვს ჩვენ რამოდენიმე ინიციატივა რომელიც გვინდა რომ სახელმწიფოსთან ერთობლივად სექტორისთვის შევქმნათ რამე თუ ჩვენ ქვეყანაში მოგეხსენოთ მაინც მასშტაბის მცირე ეკონომიკა და ნაკლები მასშტაბურობა გვაქვს რა და ნებისმიერ მსგავსი პრობლემების გადაწყვეტებას მასშტაბის ეფექტი ჭირდება. რომელსაც მარტო რომელიმე ერთი კომპანია ვერ შექმნის და ამიტომ კრიტიკულად მნიშვნელოვანი არის რომ სახელმწიფო და კერძო სექტორმა ერთობლივად მოახდინონ ეს თქვათ რესურსების მობილიზება. რაც ვფიქრობ რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება ამ პრობლემის მოგვარებაში. კი ბატონო და ბოლოსკენ მინდა უცებად კითხოთ სწორედ ასოციაციასთან დაკავშირებით. მართლაც ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო ის რომ ასოციაცია ასე იყო წარმოდგენილი მისი წევრები და რაღაც ერთიანი ხმით ამ ნაწილში, ვინაიდან სწორად აღნიშნეთ რომ ცალკე აღებული მე მესმის რომ ძალიან ძნელია ცალკე აღებულ კომპანიებმა შესაძლებელია სრულად დამაჯერებელი იყოს, მაგრამ მაინც ერთიანი ინიციატივა სხვა ხედვა აქვს, სხვა ზავა აქვს. თუ შეგიძლიათ რომ გითხრათ მეტი ასოციაციასთან დაკავშირებით, ასოციაციის საქმიანობასთან დაკავშირებით და ძირითად პრიორიტეტებთან, რომელიც იქნება ასოციაციისთვის 20-26 წლისთვის და მიმდინარე პერიოდში მე ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან დიდი სიამოვნებით ჩვენ მზად ვართ, რომ პერიოდულად ასოციაციის აქტიურ საქმიანობას დავაკვირდეთ და გავაშვით. ძალიან დიდი მადლობა და მოხარული ვარ მეც და მოხარული ვარ მიუხედავთ იმ გამოწვევებისა, რაც სექტორში არსებობს. ასოციაცია მოხარული ვარ, რომ ყოველდღიურად იზრდება მომართვიანობა და 65 მეტ კომპანია მონაწილეობს, არის ასოციაციის წევრი. ფაქტიურად არა მარტო სამშენებლო კომპანიები, არამედ სამშენებლო მასალების წარმოებლები,
სამშენებლო მანქანების იმპორტიორები და ოპერატორები, ფინანსური ინსტიტუტები, საზღვაო კომპანიები, იურიდიული კომპანიები და ფაქტიურად ყველა სექტორი მთელ ამ ეკოსისტემაში მონაწილე, ყველა სექტორის წარმომადგენელი, რაც ჩვენ რეალურად ასოციაციას გვაძლევს სწორედ მოვახდინოთ სექტორის მდგომარეობა, გამოწვევები რა აქვს და მე ამის შესაბამისი ადრესირება და რეაგირება იმ გამოწვევებზე, რაც არის. ამ ეტაპზე ჩვენთვის მიმდინარე წელს მნიშვნელოვანია, რომ იგივე სახელმწიფო მოგეხსენებათ, რომ მშენებლობის სექტორში სახელმწიფოს დიდი წვლილი უჭერავს კერძო სექტორს, რომელიც ფაქტიურად მოთხოვნის მდგენელი არის დეველოპერული პროექტები და ფაქტიურად სახელმწიფოსაც დისკუსიაში სუვიძახით, რომ დღეს კერძო სექტორი უფრო დიდი კონკურენტი არის სახელმწიფოსთვის ამ ნაწილში, ვიდრე აქამდე იყო. შესაბამისად არიან ასოციაციის წევრი კომპანიები, რომლებიც სახელმწიფოსთან არ თანამშრომლობენ იმ გარკვეული რისკიანობის კუთხით. ჩვენი მიზანი არის სწორედ, რომ სახელმწიფოსთან ურთიერთობის რისკიანობა შევამციროთ, რომ მათთვისაც მიმზიდველი გახდეს ის სახელმწიფო შესყიდვები ინფრასტრუქტურულ პროექტებში. ამ კუთხით და რაც თავის მხრივ გაზრდის კონკურენციას და სახელმწიფო გაცილებით მაღალ ხარისხსა და ფასის თანაფარდობას მიიღებს. ამ ნაწილში მნიშვნელოვანია სახელშეკრულებო ურთიერთობები სახელმწიფოსთან, რომელზეც ჩვენც წარდგენილი გვაქვს უკვე ინიციატივა და დამუშავების ეტაპზე არის და ვფიქრობ, რომ აქაც მნიშვნელოვანი კარგი სიახლეები იქნება, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვან ეფექტს მოახდენს, მნიშვნელოვნად შეამცირებს რისკიანობას სახელმწიფო ტენდერებში ოპერირებისას. კი ბატონო, მართლაც და კიდევ ერთხელ ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი შეფასებიდანაც და თქვენი კომენტარიდანაც გამოჩნდა, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ასოციაციის საქმიანობას, ვინაიდან არიან განსხვავებული ქმედებებისთვის განწყობილი კომპანიები, მაგრამ ჯამში ერთობლივი ძალისხმევა და ერთობლივი ინიციატივა მოიტანს იმ პოზიტიურ შედეგს, რომელსაც ქვია სექტორში ეფექტიანობა, შეიძლება ასე თქვოს, რომელიც სწორედ ამ შემთხვევაში კერძო კომპანიების და სახელმწიფოს თანამშრომლობით მეტყობა, ვინაიდან სახელმწიფო განსაკუთრებულად მსხვილი დამკვეთია. ამ წუთში ცხადია და მნიშვნელოვანია მათი პოზიციების გათვალისწინება. დიდი მადლობა მინდა გადაგიხავოთ. კიდევ ერთხელ მადლობა ფორუმში მონაწილეობის, მადლობა დღევანდელი სტუმრობისთვის, წარმატებას გისურვებთ და კიდევ ერთხელ ვზარდვართ, რომ აქტიურად მიმოვიხილოთ და მივადევნოთ თვალი ასოციაციის საქმიანობასაც თვალებაში, ვინაიდან ვხედავთ ძალიან ბევრ გეგმას და ცხადია ყველას გვაინტერესებს შედეგები. მადლობა კიდევ ერთხელ. დღეს კი ბიზნეს ინსაიდერი ამით დასრულებულია. ეკონომიკისა და ბიზნესის მთავარი სიახლეები, რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს ვებგვერდზე business insider.gr. მე კი ხვალამდე გემშვიდობებით.